დედამიწის ზურგზე ყველგან. საკრებულოში ამტკიცებენ, რომ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი არ შემცირდება. დედაქალაქის მერის განცხადებებს დღეს ზაზა გაბუნია და ირაკლი შიხიაშვილი გამოეხმაურნენ. უმრავლესობის წევრები ამტკიცებენ, რომ გიგი უგულავას ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თბილისის მერმა გუშინ თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა განსახილველად, სადაც საქართველოში არსებული 70 თვითმმართველობიდან 79-ს გაზრდილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ოდენობა. ტრანსფერის თანხა შემცირებული 50 მილიონი ლარით მხოლოდ თბილისს აქვს. ამ თემაზე კომენტარი ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა. მართველი გუნდის ბრალდებებს გიგი უგულავა დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. 398 მილიონი ჯამში უფრო მეტია ვიდრე 2013 წლის ბიუჯეტი. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ 2013 წელს ხადურის უწყებამ ყველაზე მეტი ტრანსფერი გამოუყო თბილისს, რომელიც სამწუხაროდ ქალაქ თბილისის მერმა ბოლომდე არ აითვისა. მე ვაკეთებ განცხადებას იმასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ, რომ ვურჩევთ ქალაქ თბილისის მერს, რომ ჯერ სანამ ილაპარაკებს, იფიქროს, ან შეგნებულად ყურებს ნოამბობს. 2010 წელს თბილისის ბიუჯეტისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 324 მილიონი იყო გამოყოფილი. 2011-ში 351 მილიონი გახდათ ეს ციფრი, 2012-ში 420 მილიონი, ხოლო 2013 წელს 458 მილიონი ლარი. ასე რომ ეს ფაქტი, ეს მტკიცებულება, ეს სტატისტიკა შესანიშნავად უსვამს ხაზს იმას, რომ გიგი უგულავას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს ვინმეს ჯის მას არის მხოლოდ სიყალვე. მომავალ წელს თბილისის ბიუჯეტს ექნება 200 მილიონი ლარით მეტი თანხები, ვიდრე ის წელს დახარჯავს. ჩვენ მუშაობთ ამაზე. ქალაქის მერიას აქვს საკუთარი ვალდებულებები და ჯობია მან შეასრულოს თავისი ვალდებულებები. თბილისის ტრანსფერი მცირდება, მაგრამ თბილისის შემოსავლები იზრდება. თბილისის ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ ტრანსფერს არ ხარჯავს და დღესაც ანგარიშზე 195 მილიონი ლარი აქვს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიცემული ტრანსფერი ანგარიშზე და როგორც ჩანს არ ჭირდება თბილისს ეს ფული და რომელ რაიონებსაც ჭირდება, განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებს ისინი მიიღებენ გაზდენ ტრანსფერს. უკვე ფინანსთა მინისტრიც ჟონგლირებს და მასაც აღარ ჯერა ციფრების, სხვა მინისტრები რო არენდობოდნენ საკუთარ ციფრებს გასაგებია, მაგრამ ფინანსთა მინისტრი რო ამას აკეთებს, ეს უკვე არათუ სასაცილო, უკვე ტრაგედია, იმიტომ რომ ფინანსთა მინისტრს მოეთხოვება ყველაზე მეტად აკურატულობა. რაში მდგომარეობს სიცრუე? სიცრუე მდგომარეობს იმაში, რომ მან თავად აღიარეს, რომ 50 მილიონით შეამცირეს ტრანსფერი. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ეს თბილისის ფული წაიღეს რეგიონებზე და რეგიონალური ფონდი შეამცირეს. ანუ სინამდვილეში არც რეგიონებს არ აძლევენ ფულს, უბრალოდ თბილისს მოაჭრეს.